ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომს, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გასვლას და საქართველოს ოკუპაციის დაწყებას ასე იხსენებს. რუსეთის საქართველოში შემოჭრამდე ერთი დღით ადრე სააკაშვილმა დამირეკა. მე აქ სახლში ვიყავი. მან მითხრა, რომ რუსეთი საქართველოს ბომბავდა და მას რაღაც უნდა ემოქმედა. მე მას ვუთხარი, რომ არაფერი გაეკეთებინა. ეს იყო ჩემი შინაგანი წინათგრძნობა. არ გააკეთო არაფერი. არაფერი მიპასუხა. ნუ გამოვიდა, რომ არ მომისმინა. როდესაც სერიოზული კრიზისი გაქვს, მაშინ ბევრ ადამიანს ეკითხები აზრს. 12 წლის შემდეგ და ამ გადმოსახედიდან ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ როდესაც მოვლენების შუაგულში ხარ, კიდევ ბევრი რამ არიცი. ბევრი გაძლევს რჩევას, ბევრის გჯერა, ვერ აფასებს სათანადოდ მოვლენებს და უშვებს შეცდომებს. რატომ უთხარით ეს? რადგან მე არ ვფიქრობდი, რომ დასავლეთი დაეხმარებოდა. მე მართალი ვიყავი. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შემდეგ ბევრი რამ ნათელი იყო. რუსეთის შემოჭრამდე საქართველოსთვის ნატოს წევრობის დაპირების მიცემა და მაპის გარეშე დატოვება მოსკოვს შეიძლებოდა მწვანე შუქად მიეღო და აღმოჩნდა კიდეც მწვანე შუქი. მე ვერ დავინახე ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ძლიერი სურვილი, კაცრი პასუხი გაეცათ და ნახეთ კიდეც, რომ პასუხი იყო ძალიან სუსტი. ანუ ეს იყო თქვენი რეკომენდაცია. ჩემი რჩევა იყო არაფერი გაეკეთებინა იმის გარდა, რომ დოკუმენტირება მოეხდინა, რაც ხდებოდა. გაეგზავნა ეუთოში, გაეროში, ნატოში, ევროკავშირში. ძირითადად ეს არის გზა, რომლითაც შეგიძლია მოიგო. მეორე დღეს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში. დამირეკა პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ და მითხრა, რაღაც უნდა გავაკეთოთ. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი შევთანხმდით ერთობლივი განცხადებით მომხდარი დაგვეგმო. განცხადებას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. 2 დღეში ისევ დამირეკა ლეხ კაჩინსკიმ. რა ვქნათ? არანაირი რეაქცია არ არის. მე გავიხუმრე, მოდი გავფრინდეთ საქართველოში. კარგი, ხვალვე წაგიყვან. კაჩინსკი მაშინვე დამთანხმდა. გამოდის ეს თქვენი იდეა იყო. იცით, ეს საბოლოოდ ორივეს იდეა აღმოჩნდა. მე შევთავაზე, მაგრამ თან საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას წარმოუდგენლადაც მეჩვენა საქართველოში გამგზავრება. თან განცხადებას რომ არ ქონდა აზრი, ეს ვიცოდით და წასვლის გარდა პრინციპში რა უნდა გაგვეკეთებინა. კაჩინსკი მიპასუხა, რომ დიახ, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. კაჩინსკის ადმინისტრაციამ ორგანიზება მოახდინა. მე გამომიგზავნეს თვითმფრინავი ესტონეთში. ლატვიის პრეზიდენტი პეკინში იყო და წამოვიდა პრემიერი. ვარშავაში შემომიერთდა ლიეტუვას პრეზიდენტი ადამ კუსი და გამგზავრეთ ყირიმში, სიმფეროპოლში უკრაინის პრეზიდენტ იუშენკოსთან. თვითმფრინავში ვინც ვისხედით, ყველას ქვეყანაში იყო რუსეთი შეჭრილი. ამიტომ ვიყავით შეშფოთებული და მივდიოდით საქართველოში, იმიტომ რომ რუსეთი დღეს იქ შეიჭრა. ვაპირებდით პირდაპირ თბილისში დაშვებასაც, მაგრამ რუსეთმა თხოვნას უსაფრთხო დერეფნის მოცემაზე არც კი უპასუხა. მათ დერეფანი მისცეს სარკოზის და ჩვენ არა. ამ დროს ალიევმა გვითხრა, რომ შეგვეძლო განჯაში ჩავსულიყავით. მან დაგვახვედრა ძალიან დიდი კორტეჟი და გავაგრძელეთ გზა საქართველოს საზღვრისკენ, სადაც გადავსხედით სხვა მანქანებში. საქართველოს ტერიტორიაზე მძღოლებმა შუქიც ვერ ჩართეს, რადგან ეშინოდათ რუსეთის დელეგაციის მანქანები არ დაებომბა და ასე მივყვებოდით მთვარი შუქს. ჩვენ ვიცოდით, რომ საომარი მოქმედებების ზონაში მივდიოდით და წარმოდგენა არ გქონდა რა გველოდა. ჩასვლისთანავე შევხვდით პრეზიდენტს და პრინციპში გვითხრა, რაც უკვე ვიცოდით, რომ რუსეთის ჯარი დედაქალაქიდან 40 კილომეტრში იდგა. მე ვერ გეტყვით გადაჭრით, რუსეთი დაბომბავდა თუ არა თბილისს, მაგრამ ჩვენ გვინდოდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა. მათ გვერდში დგომა და ასე ვთქვათ ფარის როლი შეგვესრულებინა. რუსეთმა იცოდა, რომ ჩვენ ვიდექით რუსთაველზე და ქალაქში იყო სარკოზიც. ძალიან სულელური ნაბიჯი იქნებოდა პარლამენტზე იერიშის მიტანა და თბილისის დაბომბვა, რადგან ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფოების პრეზიდენტები იდგნენ ქალაქის ცენტრში. რუსთაველის გამზირზე საქართველოს და ევროკავშირის დროშებით 10,000-ობით ადამიანი ელოდებოდა ევროპელი ლიდერების მიმართვას. მიყვარს საქართველო, ასე ვთქვი. მე ქართველი ვარ. კენედიმ თქვა, მე ბერლინელი ვარ.
მე ქართველი ვარ, განვაცხადეთ ჩვენ და იდეა ქართველი ხალხისთვის სოლიდარობის გამოცხადებაში მდგომარეობდა. მე მითხრეს, რომ ქართველებისთვის ფსიქოლოგიური და ემოციური თვალსაზრისით ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ილვესი ამბობს, რომ ომის დასრულება მშვიდობას არ ნიშნავს. იმისათვის, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებს საქართველოს მთელი ტერიტორია დაეტოვებინა, ევროპას და აშშ-ს პასუხი რუსულ ქმედებებზე თანმიმდევრული და ისეთი მკაცრი უნდა ყოფილიყო, რომ პუტინს უკან დაეხია. It was right after the Georgian War. საქართველოს ომიდან მალე ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან ეგრეთ წოდებული გადატვირთვის პოლიტიკის წინადადებით გამოვიდა. ეს ნიშნავს, რომ ომის საკმარისი მაგალითი არ აღმოჩნდა. რუსეთიც დღემდე აგრძელებს იმის კეთებას, რაც სურს. სარკოზი 2008 წლის აგვისტოში ჩამოვიდა სამშვიდობო გეგმით და თქვა, რომ უზრუნველყო მშვიდობის დამყარება. გეგმის ნაწილი უნდა ყოფილიყო ევროკავშირის მიერ რუსეთთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების შეჩერება მანამდე, ვიდრე რუსეთის შეიარაღებული ძალები არ დატოვებდნენ საქართველოს ტერიტორიას. ომიდან თვენახევარში ევროპული საბჭო შეიკრიბა და სარკოზი წინააღმდეგი იყო რუსეთთან პარტნიორობის შეთანხმების შეწყვეტის. რუსეთთან გააგრძელეს საუბარი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა უვიზო მიმოსვლა და მე ვამბობდი, რომ ჯერ საქართველოს მაინც მივცეთ უვიზო და მერე რუსეთს. საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტა აგვისტოში ნომერ პირველი ამოცანა იყო. იმ მომენტშიც და სამომავლოდაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმპერიალისტური ამბიციების მქონე და ახალ-ახალი გავლენის სფეროების შექმნის სურვილით შეპყრობილ კრემლს, როგორ გაუწევდა აშშ და ევროპა წინააღმდეგობას. ილვესი ამბობს, რომ პუტინთან მოლაპარაკების დეტალებში თბილისში ჩასულ ევროპელ ლიდერებს უფრო მეტად სურდათ ჩართვა. კაჩინსკი იყო დელეგაციის ხელმძღვანელი და მან გადასცა სარკოზის ჩვენი სურვილი, რომ შეხვედრა გაგვემართა. შენ შეგხვდები და იმ პატარებს არა. თურმე ასე უპასუხა სარკოზიმ კაჩინსკის. თქვენ იყავით პატარა? დიახ. ეს იყო საფრანგეთის პრეზიდენტის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. კაჩინსკი კოლეგების გარეშე შეხვედრას არ დათანხმდა. მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოვიფარგლეთ. სარკოზის მიმართ მაშინ პატივისცემა დავკარგე და მას სერიოზულად ვეღარ აღვიქვამდი. ეს მისთვის შოუ იყო. დღემდე ყველაფერი პუტინის საკეთილდღეოთო მოქმედებს და რატომ გაჩერდება? რუს დიპლომატებს ისეთი რიტორიკა აქვთ, რომ ჩერნეკოს ეპოქა მახსენდება. თუ არ შევუქმნიდით ამ პირობებს, პუტინი ახლა მუხლებზე დაჩოქილი იქნებოდა. ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მშვიდობიანი პოლიტიკა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი გზაა. რუსეთთან ომის მოგება შეუძლია მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩინეთს. თუ ომში გინდა რუსეთთან ყოფნა, მაშინ ან ამერიკელი უნდა იყო, ან ჩინელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ უნდა გააკეთო. უფრო ნათლად რომ აგიხსნათ, მე ვამბობ, რომ თუ სხვა ქვეყანა შემოიჭრა შენს ტერიტორიაზე, უნდა იბრძოლო ბოლომდე, რომ გადაირჩინო თავი, მაგრამ რუსეთთან ომი არ უნდა დაიწყო, რადგან ამას აზრი არ აქვს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთი კიდევ უფრო გაძლიერდა. ხედველობაში მაქვს არმიის მოდერნიზება, გაცილებით კარგი შეიარაღება აქვთ. რუსეთთან ომის მოგება ჩვენი ზომის ქვეყნისთვის შეუძლებელია. ჩვენ პატარა ქვეყნები ვართ. გთხოვთ ეს არ გააკეთოთ. ილვესი ომიდან 12 წლის შემდეგ ქართველ ხალხს მხარდაჭერას COVID-19-ის გამო ესტონეთიდან უცხადებს და სჯერა საქართველოს წარმატების. მე საქართველოს ადგილზე ყველაზე დიდ ყურადღებას დაუთმობდი პოლიტიკურად და ეკონომიკურად ქვეყნის გაძლიერებას. ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ყველგან ამ ქვეყნებში ამბობდნენ, რომ ნატო. მე 94-95 წლებში დავრწმუნდი, რომ ვიდრე არ ვიქნებოდით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, რუსოფილი ქვეყნები, საფრანგეთი, გერმანია და მაშინ დიდი ბრიტანეთი ნატოში გამოიყენებდნენ ვეტოს უფლებას და დაბლოკავდნენ ჩვენს გაწევრიანებას. ევროკავშირში, როდესაც გავერთიანდით, ნატოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების გაწევრიანებას ვეტო ვეღარ დაადეს. შეეცადეთ მაქსიმალურად იყოთ ძლიერი, მდიდარი. ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება. დასრულდება მაშინ,
როდესაც საერთაშორისო საზოგადოებიდან იქნება საკმარისი ზეწოლა რუსეთზე. რუსეთზე კი საკმარისი ზეწოლა იქნება მაშინ, როდესაც საქართველო იმდენად შთამბეჭდავი იქნება, რომ ამის გაკეთების ძლიერი სურვილი გაჩნდება. სხვა მხრივ, საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებას გაქცევს მხოლოდ კრიზისის დროს. შექმენი კრიზისი და იქნება ყურადღება. უთხრა ერთხელ ელჩს, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. მაგრამ გინდათ ასეთი ყურადღება. არ მგონია ეს გინდოდეთ. You don't want to do that. That is not the way to get attention. ინტერვიუს ბოლოს ილოსმა ეზო დაგვათვალიერებინა, სადაც ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს სიმბოლურად სახელმწიფოს სახელით ნერგების დარგვა შესთავაზა. ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის ეზოში არაწევრი ქვეყნებიდან ერთადერთი ხია. ის საქართველოს ეკუთვნის და ესტონეთში საქართველოს ყოფილი ელჩის დღესდღეობით სახელმწიფო მინისტრის თია ახვლედიანის სახელი აწერია.